არანაირად. ულოში სტყუილო აქვს. მოდი გადავინაცვლოთ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ლიკა იმყოფება ქორქია. მშვენიერეს ლიკა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კუს ტბაზე მიმყოფები 24 მშვენიერეს ქალბატონთან ერთად ნათია ცაბუტაშვილი კონკურსის ორგანიზატორი შემოგვერთა. ნათია, დილომშვიდობისა. მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ, როდის ჩამოყალიბდა კონკურსი, რა არის ამ კონკურსის ძირითადი მიზანი? 4 წელია, უკვე მე-4 წელია წელს სტარტდება სილამაზის კონკურსი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით. მთელი საქართველო არის ამაში ჩართული, 30 უნივერსიტეტი მონაწილეობს. და ჩავატარეს წინაშესარჩევი ტური ერთი თვის განმავლობაში. ეს გოგონები არიან უკვე ჩვენთან არჩეული უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გადიან მეტყველების გაკვეთილს, სიარულის გაკვეთილს, აქვს ფოტოსესიები, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობენ და ვემზადებით უკვე ფინალური ღონისძიება. როგორ მოხდა გოგონების შერჩევა კონკურსისთვის? ჩვენ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაწევდით მოდელებს, მინდა აღვნიშნო, რადგან ესენი არიან სტუდენტები. ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა მონაცემი, მათ შორის მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები და შესაბამისად კონკურსის ფარგლებში 28-ში არის გალა-დაჯილდოვება ფინალური და წინა 3 დღე 25, 26 და 27 არის კიდევ 3 კონკურსი, მათ შორის ერთ-ერთი არის მის ინტელექტი. და კრიტერიუმები თუ იყო კონკრეტული საჭირო, როგორც არის თქვათ რაღაც ხაზი ხო მოდელებისთვის 90, 60, 90-ზე. ამ შემთხვევაში ჩვენ კი გავიგეთ რომ მოდელებს არ ეძებდით, მაგრამ თუ რაღაც რა თქმა უნდა კრიტერიუმებს ვითვალისწინებდით, იმიტომ რომ პარამეტრები გვაინტერესებდა მაინც. ისი მხარდაჭერით ხორციელდება ეს კონკურსი? წელს პირველად კონკურსი საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ ბრულოვსის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის ორგანიზებით კეთდება და მათი მხარდაჭერით და მთლიანად ჩვენი კონკურსი ეძღვნება ცხოვრების ჯანსაღწევს, რადგან ესენი არიან ახალგაზრდები, სტუდენტები და ჩვენ ვახორციელებთ ცხოვრების ჯანსაღწესის პროპაგანდას. და თვითონ კონკურსის ფორმატი როგორია? ფორმატი ჩვეულებრივ 28-ში იქნება ფინალური ტური ბათუმში, იქამდე 3 დღის განმავლობაში იქნება 3 კონკურსი, მის სპორტი, მის მოდელი, საცურაო კოსტიუმებით გამოვლინდება და მის ინტელექტი. და გამოვავნეთ, როგორც ვიცი, პირველ ტურში 10 გამარჯვებულ გოგონას, ხო? და შემდეგ როგორ მოხდება არჩევა? არა, წინა 3 დღის განმავლობაში გამოვავნენ 3-ს, ანუ 3 გამარჯვებულს და დანარჩენი 7, ანუ გამოვლინდება უკვე 28-ში. ეს 3 შევა ავტომატურად. ძალიან საინტერესო საჩუქრები და პრიზები გოგონებისთვის. მოდი ეს ყველაფერიც დავაანონსოთ და თქვა. კი, ანუ ძალიან საინტერესო პრიზი ეს არის Kia Motors-ისგან Kia Picanto, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულს, აგრეთვე Beeline აკეთებს ძალიან კარგ პრიზს, ვინც გახდება მის სპორტი, ან ჩვენი გოგონები თამაშობენ პლაჟის ფრენბურთს. Beeline პრიზად გადასცემს მას სკუტერს. აგრეთვე სამედიცინო ცენტრი, მრავალპროფილიანი ჯეოკლინიკა, რომელიც აგრეთვე გამარჯვებულს თავისთან სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ასისტენტ მენეჯერის თანამდებობაზე. როგორ მიდის მზადების პროცესი? ანუ მზადების პროცესი უკვე 1 თვის განმავლობაში აქ ვემზადებით სერიოზულად სხვადასხვა მიმართულებით. ვცდილობთ რომ ყველა ერთად რაღაც უფრო დახვეწილები გავხდეთ და ანუ 28-ში კონკურსზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ ჟიურიზე და აგრეთვე მაყურებელზე. ყველაფერში მათ როგორც ვიცი ირინა ონაშვილის ეხმარება, რომელიც შემდეგ ჩართვაში აუცილებლად შემოგვიერთდება, ასე რომ დაგველოდეთ ძალიან მალე ჩვენ დაგიბრუნდებით უკვე ირინა ონაშვილთან, ჩვენს უმშვენიერეს გოგოებთან და რა თქმა უნდა ნათიასთან ერთად, მანამდე კი წარმატებულ დღეს გისურვებთ და დროებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა ლიკა, დროებით დაგემშვიდობებით.